პროცესები ქვეყნის შიგნით ვინ გახდება ამ პარტიის თავმჯდომარე, ასევე რა ტიპის ძიმე შედეგები მოაქვს განათლების დეფორმას. ახლა გავიგეთ, რომ დიპლომატიის სკოლა საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში უმაღლესი პარტიული სკოლები რომ იყო, ახლა ფუძნდება. ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად სულ რამდენიმე წამში. მაშასე ანაკლიის ილუზია თუ შუა დერეფნის გასაღები. გამარჯობა საქართველო. გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ დაპირება, რომელიც 16 წელია პერიოდულად სხვადასხვა ტრიბუნიდან გვესმის. ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტი პროექტი, რომელიც დიდი ხანია გასცდა უბრალო ინფრასტრუქტურის ფარგლებს და საქართველოს თანამედროვე ისტორიის უსასრულო მითად იქცა. ამჯერად მთავრობამ ახალი ფორმულა შემოგთავაზა. სახელმწიფო თავად ააშენებს სპორტს, სახელმწიფო იქნება ეგრეთ წოდებული ლენდლორდი, ანუ მიწის მესაკუთრე, რომელიც პროცესს გააკონტროლებს. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მოდით ემოციების გარეშე ცივი გონებით შევხედოთ რეალობას. რატომ გახდა საჭირო ლენდლორდის მანტიის მორგება მას შემდეგ, რაც წლების წინ კერძო კონსორციუმი, რომელსაც რეალური საერთაშორისო ზურგი ჰქონდა, ფაქტობრივად დაიშალა და პროექტს ხელი შეეშალა. დავსვათ თავარი კითხვა, შესაძლებელია საერთოდ ასეთი მასშტაბის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროექტის განხორციელება მყარი საერთაშორისო ქოლგის, დასავლური ინვესტიციებისა და პოლიტიკური გარანტიების გარეშე? პასუხი მარტივია. არა, პორტი მარტო ბეტონი და წყალი არ არის, პორტი არის ტვირთების მოძრაობის გარანტია. ტვირთი კი იქ მიდის, სადაც უსაფრთხოების და სამართლებრივი სტაბილურობის გარანტიები არსებობს. განსაკუთრებით ახლა, როცა მსოფლიო შუა დერეფნის ალტერნატივაზე ლოცულობს ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთი, რომელიც რუსეთს გვერდს აუვლის, ანაკლიაში უნდა ხვდებოდეს, მაგრამ როგორ აიძულებს საერთაშორისო გადამზიდავებს ენდონ მხოლოდ თბილისის კაბინეტებში მიღებულ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების თანამონაწილეობის გარეშე? ახლა კი გადავინაცვლოთ საინჟინრო ოთახში, სადაც პოპულისტური განცხადებები ვეღარ ჭრის. ანაკლია უნდა იყოს ღრმაწყლოვანი. რაც ნიშნავს ეს ტექნიკურად? იმისათვის, რომ პორტმა მიიღოს დიდი, ეგრეთ წოდებული პოსტ-პანამაქს ტიპის სქემები, რომლებსაც 10,000-ზე მეტი კონტეინერი გადააქვთ, საჭიროა ფსკერის მასშტაბური დაღრმავება, მინიმუმ 16 მეტრამდე. ეს არ არის ერთჯერადი სამუშაო, ეს ნიშნავს მილიონობით კუბური მეტრი ქვიშისა და გრუნტის ამოღებას შავი ზღვის ფსკერიდან. უზარმაზარი დამცავი მოლების, ეგრეთ წოდებული ტალღმჭრელების მშენებლობას, რათა ზღვის დინებამ პორტის აკვატორია ისევ არ ამოავსოს. მუდმივი ყოველწლიური საექსპლუატაციო დაღრმავების სამუშაოებს, რაც $100 მილიონ მოითხოვს. როგორ აპირებს ამის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტი? დამოუკიდებლად? მაგრამ პორტი ვერ იმუშავებს იზოლირებულად. ის უნდა გახდეს ერთიანი ნერვული სისტემის ნაწილი და აი აქ მივდივართ შუა დერეფნის ყველაზე მთავარ აქილევსის ქუსლთან, რომელზეც ხმამაღლა საუბარს ხშირად ერიდებიან. რა არის ამ მარშრუტის მთავარი გამოწვევა? ის რომ ტვირთმა უამრავ ქვეყანაზე უნდა გამოიაროს და მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს ქვეყნები რბილად რომ ვთქვათ, არ არიან კორუფციისგან დაცლილი. ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, თითოეულ ამ სახელმწიფოში არსებობს შიდა კორუფციული სქემები, საკუთარი ინტერესები რკინიგზაში, გზებსა თუ საზღვაო ინფრასტრუქტურაში. ყოველ საზღვარზე, ყოველ პორტში ტვირთი ფერხდება ბიუროკრატიის გაუმჭვირვალე გადასახადებისა და ადგილობრივი წესების გამო. იმისათვის, რომ ამ მარშრუტმა ჩინეთიდან ევროპამდე რეალურად იფუნქციონიროს, აუცილებელია ერთიანი გამჭოლი ტარიფები, სადაც გამგზავნმა თავიდანვე იცის ერთიანი ფასი და ტვირთის საზღვრებზე კვირებით არ ფერხდება, მაგრამ ამის მიღწევა სჭირდება უზარმაზარი გლობალური პოლიტიკური ნება. რაღაც დიდმა ძალამ, სერიოზულმა საერთაშორისო ქოლგამ უნდა აიძულოს ეს ავტორიტარული და კორუფციული სისტემები, რომ მოექცნენ ერთიან ცივილიზებულ ციფრულ ჩარჩოში. და თუ ამხელა გეოპოლიტიკურ გამოწვევას მარტო ვუყურებთ, კითხვა მარტივია. აქვს კი საქართველოს დღეს ის პოლიტიკური წონა, რომ საერთაშორისო გარანტიების გარეშე ამ კორუფციული ჯაჭვის ბოლოში ანაკლიაში მარტო შექმნას წარმატების პრეცედენტი. იმისათვის, რომ ანაკლიამ სიცოცხლე შეიძინოს, ჩვენი შიდა ინფრასტრუქტურა საათივით უნდა მუშაობდეს. საჭიროა კაპილარული სიზუსტით მიებას აზერბაიჯანის რკინიგზას და კასპიის ზღვის საბორნე გადასასვლელებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზა უნდა გადავიდეს სრულიად სხვა გამტარუნარიანობაზე. მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წლებია ჭიანურდება, უნდა დასრულდეს და ანაკლიამდე მივიდეს ახალი ორლიანდაგიანი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზი. ლოჯისტიკური სინქრონიზაცია ბაქოსთან, კასპიის ზღვაზე ბაქოს პორტიდან, ალატიდან წამოსული გემები და ბორნები წამზომივით ზუსტად უნდა უკავშირდებოდნენ საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალს. ჩვენ გვჭირდება ახალი თანამედროვე
თანამედროვე ტიპის გემები, ბორნები კასპიის ზღვაზე, რომლებიც ყაზახურ და თურქმენულ ტვირთებს შეუფერხებლად განმოზიდავენ და ბოლოს შევხედოთ დიდ სურათს. სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობა იწერება. თქვენ ალბათ ხსმენიათ და ყველას ხსმენია ტრამპის გზის ან იმ სატრანსპორტო დერეფნების შესახებ, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტაბილურობის გარანტიათ უნდა იქცეს. ეს არის ზანგეზურის დერეფნის მოდელი და საერთაშორისო პროექტები. ვაშინგტონს და ბრიუსელს სურთ რეგიონში სტაბილური დასავლური ინტერესების დამცველი სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს აზიას ევროპასთან, სომხეთსა და აზერბაიჯანის გავლით. თუ საქართველო ამ გლობალურ თამაშში შესთავაზებს სოფლიოს ნახევრად გაკეთებულ, სახელმწიფო ბიუროკრატიაში გაჭედილ და პოლიტიკური რისკების მქონე პორტს, ტვირთები გვერდსაულის. ტრამპის გზა და დასავლური გეოპოლიტიკა მოითხოვს ეფექტურობას და არა 16 წლიან გაწერილ დაპირებებს. სახელმწიფო ლენდლორდობა კარგი ტერმინია პრესკონფერენციებისთვის, მაგრამ ზღვას ტერმინების არ სჯერა. ზღვას სჭირდება სიღრმე, ინჟინერია და გეოპოლიტიკური ნდობა. კითხვა კი ღიად რჩება. ვაშენებთ პორტს თუ კიდევ ერთ საარჩევნო ილუზიას. ამ და არა მარტო ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ირაკლი პავლენიშვილია, ჩვენი პირველი სტუმარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ირაკლი, მოგესალმებით. მადლობა დიდი, რომ გვესტუმრეთ. მოდი დავიწყოთ ანაკლიის სპორტის თემით. აი გუშინ ჩვენ გავიგეთ მორიგი დაპირება, უკვე სათვალავით ამერია, მე რამდენია ეს დაპირება. თავისთავად როგორ უყურებთ თქვენ ამ პარტიაში ამ დაპირებას, იმიტომ რომ ხა შევარნაძეც ლაპარაკობდა ხოლმე აქ რმაწყლოვანი პორტის იდეაზე, მაგრამ ყველაზე ხმამაღლა ეს პირველად მიხეილ სააკაშვილის პირით ითქვა, ხო, როცა ქალაქ ლაზიკაზე იყო საუბარი და შესაბამისად თქვენ გეკუთვნით ამ თემაზე საუბარი. ხო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გარდა იმისა, რომ უშუალოდ ლაზიკის პროექტზე იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის მიერ, მათ შორის კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა იმისთვის, პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ნებისმიერი მიმართულებით რა მიმართულებითაც საჭიროა და ახსენი კარგად ხო, რა მიმართულებებია საჭირო და კომპლექსური ეს საკითხი არ შეიძლება რაღაც ყოველ ერთ ნიშანზე, მაგრამ ლოჯისტიკაზე დაიყვანა ყველაფერი გაკეთდა მიხეილ სააკაშვილის დროს, რომ ეს გეოპოლიტიკური არქიტექტურა შექმნილიყო იდეაში ქვეყანაში და ლაზიკის პროექტი უნდა ყოფილიყო დიახაც ჩვენი სტაბილურობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების მთავარი ფორპოსტი, ხო, ერთ-ერთი აქ ერთი მხრივ იქნებოდა მთავარი ჰაბი, რომელიც იქნებოდა დამაკავშირებელი აზიის და ევროპის და ეს ჩვენი ისტორიული ფუნქცია გახავთ აუთ აღმაშენებლიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, როდესაც მანამდეც რა თქმა უნდა, როცა იყო ძლიერი ქართული სახელმწიფო, ეკონომიკური სიძლიერის მთავარი გამომხატველი ეს იყო, ხო? მაგალითად ჩვენ გვახსოვს, რომ დაუთ აღმაშენებლის დროს სხვა რეგიონებში იყო კონფლიქტური სიტუაციები და ყველაზე უსაფრთხო სივრცეც, სადაც შეიძლებოდა აი დამაკავშირება მოხდარიყო აზიასა და ევროპას შორის ხცეული იყო საქართველო იმდროინდელი და გამომდინარე აქედან ეს ეკონომიკური დოვლათი დიდძალი, რომელიც დაგროვდა საქართველოში, მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული სწორედ ამ ფუნქციის შესრულებასთან. ანუ ლაზიკის პროექტი ჩვენი ისტორიული ფუნქციების შესრულების მთავარი გამოხატულება იქნება 21 საუკუნეში. რატომ არ მნიშვნელოვანი თუნდაც დასავლური ინვესტიციების შემოტანა, ხო? მნიშვნელოვანი იქნებოდა იმიტომ, რომ იქნებოდა მათ შორის ჩართულობა და რაც საჭიროა ტექნოლოგიური და ყველა სხვა კუთხით, მათ შორის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ბრიტანელი პარტნიორების, თუმცა ეს ყველაფერი იქნა საბოტაჟირებული ფაქტობრივად ივანიშვილის რეჟიმის მიერ წლების მანძილზე და ჩვენ როცა ვსაუბრობთ ეხლა რა არის ეს არის თუ არა კონკრეტული დაპირება, ეს კონკრეტული დაპირება კი არა საარჩევნო ცრუ კიდევ ერთი ფუჭი დაპირება გახლავთ და არა რეალური, ასე ვთქვათ, პროექტი. კარგად გვესმის, რომ ივანიშვილმა ისე გააკეთა, რომ ბოლოში ჩინელ პარტნიორებს რო საუბრობდა, ისინიც კი აღარ გამოიყურებიან სანდოდ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩინეთს აინტერესებს რა კავშირი ევროპასთან. მას კარგად ესმის, რომ თუ ევროპასთან დაკავშირება არ მოხდება ამ, ასე ვთქვათ, ჰაბის და ამ პორტის მათ შორის, შეუძლებელია ის აღიქვას ეკონომიკურად მომგებიან პროექტად. ჩინეთი ეკონომიკურად აუქვამს საინტერესოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება ის პრივილეგიები, რომელიც უნდა გქონოდა ევროპასთან ურთიერთობის კუთხით და ევროპის ნაწილი თუ იქნებით, თორე ხა ის ეკონომიკურად პირველ ნაკლებად მიზიდველი ვართ ყველა აქტორისთვის. აქედან გამომდინარე მარტივად არის საქმე, როგორც ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა და ჩიხურ მდგომარეობაში ვართ ეხლა საგარეო პოლიტიკური კუთხით და პოლიტიკური კუთხით ყველა მიმართულებით, ისე ჩიხში არის შეყვანილი ეს პროექტი, რომ ეს პროექტი არის დიდწილად მოხსნილი ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღესთან. ლაზიკის პროექტი უკვე ნალაპარაკები კი არ იქნებოდა 1000 პარტნიორი შესული კი არ იქნებოდა 1000 სკანდალი მომხდარი კი არ იქნებოდა აგებული, აშენებული და ყველაზე ძიმე ოპონენტებსაც კი მიხეილ სააკაშვილის და ნაცნობრობის კარგად ესმით, რომ უკვე ლაზიკის პროექტი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, სიძლიერის და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. თუ მთავარი სიმბოლო არა. და ძალიან სამწუხაროა, რომ მოცნებამ ყველა სხვა მიმართულებით, რომელმაც ასეთი რეგრესი გაგვესწრებინა და ასეთ უძრაობის ხანაში აღმოგვაყოფინა თავი, ამ მიმართულებითაც ასახდება. ამიტომაც მე ვიტყოდი, რომ სისტემის დემონტაჟის შემდგომ ყველა ეროვნული ხელისუფლება და მე გადმწავს, რომ ნაცნობრობას ეხება ლომისული ამ საქმეში და მიხეილ სააკაშვილსაც მოხდება ამ პროექტის სათანადო დონეზე ჩატარება და ეს არ იქნება უკვე სამწუხაროდ ანუ ასე ვთქვათ ტრაგიკომიკურ საკითხად ხსეული, სადაც ხან ლენდლორდები არიან, ხან ჩინელი ინვესტორები შემოდიან და ხან კიდევ რა ხდება ღმერთმა უწყოს, ხო? ამიტომაც კიდევ ვთქვი რომ ივანიშვილის ხელში უბრალოდ ეს გეოპოლიტიკური არქიტექტურა არ ხორციელდება, ეკონომიკურადაც, ლოჯისტიკურადაც, პოლიტიკურადაც, საგარეო თვალსაზრისითაც და ჩვენი პირობებში აუცილებლად გახორციელდება და დარწმუნებულად შორს არ არის ეს დრო.
სხვა შორის რაღაცნაირად ეს პირდაპირ მის ეს საკითხი ნატოს სამიტი იმართება ახლა ანკარაში. სადაც საქართველოს მიწვეული არ არის. ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები არიან იქ ხო თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, სხვა შორის თურქეთი ჩვენი ნატოში გაწევრიანების ყოველთვის არიან აქტიური მხარდამჭერი იყო, მათ პერსონალური мотиваცია სხვა ჰქონდათ, მათ ჩვენი სიახლოვის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეშინოდათ, რომ ნატოს გარეშე შეიძლებოდა რაღაცა ტიპის ალიანსი გაკეთებულიყო ჩვენსა და ამერიკელებს შორის და უსაფრთხოების მთელი ამერიკული არქიტექტურა გადმონაცვლებულიყო საქართველოსკენ. ეხლა ეს გუშინძინდელი დღე არის, სამწუხაროდ ამაზე მოლოდინიც კი ვერ გვექნება, მაგრამ თავისთავად შავ ზღვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ნატოს გარეშე არის შეუძლებელი და ჩვენ ვსაუბრობთ აი გუშინ ანაკლაძე საუბრობდნენ ისე რომ აქ საერთოდ დასავლური სამყაროს თავარი უსაფრთხოების ქოლგის საკითხი საერთოდ აღარ დგას რაც ნატო არის. რაც ნიშნავს საქართველოსთვის აი ამ სამიზე არ დასწრება ჩვენი საკითხების იქ არ ყოფნა საერთოდ და რაც თავარია ნულოვანი ინტერესი ამ რეჟიმის მხრიდან. ხო, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ნატო არის მათ შორის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ხო ზოგადად როცა ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, თუ დასავლურ სამყაროში უსაფრთხოების მთავარი მექანიზმი მაინც არსებობდა ყოველთვის იყო, რა თქმა უნდა, ნატო და ეს არის გასაგები და ფაქტია და თუნდაც როცა საუბრობენ რაღაც გარკვეულ პრობლემებზე და ხარვეზებზე, რაც არსებობდა დასავლურ სამყაროში, რუსეთის აგრესიის მერე ჩვენ ნახეთ ქვეყნები, ევროპული ქვეყნები, რომლებიც ფაქტობრივად ნეიტრალურ პოზიციებს იკავებდნენ ხოლმე ზოგიერთ შემთხვევებში, თუმცა გახდნენ ამ სამხედრო ალიანსის წევრები, ხო, რატომ? იმიტომ რომ ნატო დღეს 21 საუკუნეში კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ რჩება მთავარ უსაფრთხოების სივრცეით, სადაც ყველაზე მეტად არის დაცული ყველა ქვეყანა თავისი, ასე ვთქვათ, ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტით და ძირითადი ფუნდამენტური უფლებებით. ანუ საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე უსაფრთხო ალიანსში გაწევრიანება უნდა იყოს სტრატეგიული ამოცანა და ასე იყო კიდევაც ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ასე შორს ნატოსგან, ისევე როგორც ეს ასე შორს ევროკავშირისგან, როგორც ასე შორს, რა ვიცი, ეკონომიკური სტაბილურობისგან განვითარებას, არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა ბოლო ამ წლების მანძილზე, თორემ მანამდე 90 წლებში გვახსოვს, რომ ძალიან ძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ აი 2003 წლის შემდგომ ესეთი ძიმე პირობები ნამდვილად არ ყოფილა არასოდეს, ხო, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე განსაკუთრებით. და როცა ნატოზე ვსაუბრობთ და შავ ზღვაზე ვსაუბრობთ, შავ ზღვაზე და არა მხოლოდ ნატოსთან დაკავშირებით, ზოგადად აი სტაბილურობის კუთხით, უსაფრთხოების კუთხით, აი რეგიონის ქვეყნების დაკავშირებადობის კუთხით ლიდერი იყო საქართველო. ეს ახლა უბრალოდ მოცემულობა, ფაქტი, თქვენ მიხსენებული პოლიტიკური ლიდერი ხა ედუარდ შევარდნაძე ალბათ შეიძლება საზოგადოებას შორის ჩასაკუთრებს ჩავაყენოთ, არასდროს არ იყო შევერეთურ ჩევანს არც მომხრე და ანუ ოჯახიდან გამომდინარე მით უმეტეს დადებითი წარმოდგენები საერთოდ არ ხონდა მის პოლიტიკურ ფიგურაზე, მაგრამ ამ მიმართულებით სწორად აღნიშნეთ. ისიც კი მისი მმართველობის დროს ნამდვილად თუ ეხლა რამეს ვიტყვით, შეიძლება ეს თქვათ, რომ ამ პროექტებში, როცა ხორციელდებოდა ეს პროექტები, თუნდაც ბაქო თბილისი ჯეიჰაიდან დაწყებული, მათ შორის უსაფრთხოების პროექტებით გაგრძელებული, ამ ხრივაც მაშინ საქართველოს ლიდერი იყო და ერთადერთი მოცემულობა, როცა საქართველოს იქ აბსოლუტურად მაჩანჩალად, იზოლირებულად და არათუ ლიდერი გახლავთ და ინიციატორი გახლავთ, საერთოდ არც ფიგურირებს ხოლმე არც ერთ ფორმატში, არის ივანიშვილის მმართველობის პირობები. და მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ისტორიული ფუნქცია. აი როგორც ადამიანებზე რო გადმოვიტანო, ხო, ინდივიდუალურად თუ ადამიანი საკუთარ ფუნქციას არ ასრულებს ამ ცხოვრებაში, რაც მისი ასე ვთქვათ განათლების თუ არის სოციალური როლის თუ ასე შემდგომ არის ჩამოყალიბებული მისი ასე ვთქვათ ფუნქცია, ხო, თუ რა ვიცი ისტორიული როლი აქვს ყველა ადამიანს, რომ ენაკლებად თუ ყოველ შემთხვევაში თავის ანუ ვერასოდეს ვერ იქნება ის წარმატებული, ხო? ანუ ესე არის მაგალითად ქვეყნებთან მიმართებაში. თუ შენ ისტორიულ როლს არ ასრულებ, ის რაც შენი ფუნქცია იმას არ ასრულებ, შეუძლებელია წარმატებული იყო. საქართველოს თუ არ იქნება რეგიონის ლიდერი, საქართველოს თუ არ იქნება ამ პროექტების მთავარი ინიციატორი, ვერასოდეს ვერ იქნება წარმატებული. როცა დავით ამაშენების ეპოქა მომაქვს ხოლმე მაგალითად და სხვა ეპოქების მაგალითები, მართლაც სამწუხარო უწიგნურობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მათ შორის ახლა ოცნების გარკვეული პროპაგანდისტული არხების მხრიდან რაღაც თავდასხმა მოხდა რა ხოლმე, შემიძლია აი რა შუაშიაო და ამ ხალხო ისტორიაც არის ეს. ანუ მართლაც საქართველოს მაშინ იყო ლიდერი, როდესაც იყო კავკასიის ლიდერი და მაშინ იყო წარმატებული ქვეყანა. ჩვენ თუ კავკასიის ლიდერები და მთავარი ინიციატორები გავსი პროექტების არ ვართ და დასავლურ სამყაროსთან მთავარი ხიდი არ ვართ ამ სამყაროსი, მაშინ ვერ ვიქნებით წარმატებული. ჩვენ ისტორიულ ფუნქციას ვერ ვასრულებთ. ამიტომაც ეხა ჩვენ ფორა გვაქვს, ჩვენ ვართ ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყანა, ხო? არა, ეს რა თქმა უნდა კავკასიის კარიბჭე ვართ და მომოს გამოყენება ჭირდება. ჩვენი სულიერი მისია, მარტივად რო თქვა, ჩვენი პოლიტიკური მისია ბმაში არის ჩვენს გეოგრაფიასთან და გეოპოლიტიკასთან. პირდაპირ ბმაში არის. ამ ფუნქციას კარგად ვასრულებთ, იმიტომ რომ გეოგრაფიულად ვიყავით ხელსაყრელი გარემო ამ ისტორიული პოლიტიკური თუგნემოცულიერი მისიის შესასრულებლად, რომელიც გულისხმობდა ევროპის აი ამ ქრისტიანულ სამყაროს აღმოსავლეთ კარიბჭეობას და იმას, რომ ჩვენ უნდა დაგვეკავშირებინა მათ შორის ევროპა აზიასთან და ამიტომაც ამობენ დღეს ევროკავშირი ვარ ლისაბონი და თბილისამდე, ეს არის ისტორიული კონცეფცია. ეხლა დღეს მოგონილი თემა კი არ არის. 1918-21 წლებში რაღაც ქართველ დაფუძნებელ მამებს პირველი რესპუბლიკის ვინმე კი არ აიძულებდა იმას, რომ ევროპული ორიენტაცია ქონოდათ. ვინმე კი არ
აიძულებდა მაგალითად კონსტანტინოპოლის დაცემის შემდგომ თუნდაც საქართველოს მეფეებს, რომლებიც ევროპასთან გამალებულ ურთიერთობაში იყვნენ ჩართულები და გარკვეულ კოალიციებს კრავდნენ, ხო? ევროპელ მეფეებთან ეს არც შეიძლება ზოგმა არ იცოდეს, მაგრამ გადახედონ ისტორიას ასე გახლავთ. ვინმე კი არ აიძულებდა ფარსმან ქველს, რომ თავარი პარტნიორი ყოფილიყო რომის იმპერიის, თუნდაც ეს არის უბრალოდ ისტორიული ფუნქცია ჩვენი ქვეყნის, რომ დასავლეთთან მოკავშირეობის დროს ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი წარმატება და ცივილიზაციურად ყველაზე ახლოს ვართ დასავლეთთან. თუმცა ამავდროულად გვაქვს კარგი ურთიერთობა და უნდა გქონდეს აზიურ სახელმწიფოებთან და ეს ყველაფერი ეკონომიკაში უნდა გადაითარგმნოს, იმ სატრანსპორტო და იმ ლოჯისტიკურ და ტრანზიტულ პროექტებში უნდა გადაითარგმნოს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის და დაცვამზრობის დროს საფუძველი ჩაეყარა და ამ დროს შეჩერდა და როცა ანაკლის პროექტზე საუბრობენ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ხა აი ცენტრალურ პარკიდან მოდივარ ჭყალებში, მაგრამ ეს ცენტრალურ პარკი ხო არ არის. იპოდრომის მაგივრად ცენტრალურ პარკის შენებლობას 5-6 წელი ჭირდება კი არა, ეხაც არ დაწყებულა. სკოლები დაანგრიეს და სკოლები ვერ ააშენეს უკან. ვარკეთილის მეტროს ამბავი ვიცით, წლების მანძილზე რომ ერთი მეტროსადგური ვერ შეაკეთეს, რეაბილიტაცია ვერ მოახდინეს. ანუ ცენტრალურ პარკი ვერ ააშენეს წლების მანძილზე და ხა რომელ ანაკლის პორტზე მესაუბრებიან ამ გეოპოლიტიკას რო თავი დავანო, მე ამაზე დავფიქრდი, საერთოდ ამაზე საინჟინრო ნაწილი. ხო, მარტო უშუალოდ ამ ნაწილს რო შევიხოთ, ეხლა გაუგებარია რომ რა მოლოდინი უნდა გქონდეს. ხო, ასეთი ხელისუფლებისგან, რომელიც ამ დონის და აუცილებლად ეხლა წვიმა რომ მოდის, ხალხმა იცის რომ რაღაც კოლაფსი უნდა მოხდეს ქალაქში და სატრანსპორტო მინიმალური ურბანული დავალებების შესრულება არ შეუძლია, რუტინული თან იცი რომ მოვა, წვიმა მოვა. ამიტომ კარგად გვესმის რომ ხო, გარდა აი ამ პოლიტიკური ნებისა და იმისა, რომ დასავლეთი არ აწყობთ უბრალოდ დემოკრატია არ აწყობს ამ ხალხს, იმიტომ რომ აქვთ ოლიგარქატი და ავტორიტარული მმართველობა, მეორე მხრივ უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია კომპეტენცია და პასუხისმგებლობა არ ყოფნით იმისთვის, იმიტომ რომ ამას ეხა ესეთ სერიოზულ პროექტებში მონაწილეობის მიღებას, თუნდაც ნატოს საიმედო პარტნიორობას და ნატოს მომავალ წევრობას ჭირდება გარდა პოლიტიკური ნებისა, კონკრეტული კომპეტენცია და კონკრეტული უნარჩვევი პროფესიონალური, რაც არ გააჩნიათ. ამიტომაც არის რომ მათ შორის ივანიშვილი გადასული არის საბოლოო ჯამში, ანუ არა მხოლოდ კლანების გაწმენდაზე, ეხა დღევანდელი ნიუსებსაც გამოიხმაროთ, ხო? აბსოლუტურად უბრალოდ აი იმ ადამიანებს, რომელსაც აი პირად დაცვას ნიშნავს ყველაზე საპასუხებლო უსაფრთხოების თანამდებობებზე, ხო? და ეს მათ შორის მისი კარგი, ასე ვთქვათ, ცხოვრების გამოძახილი ნამდვილად არ გახლავთ. ამიტომაც ჩვენ საბოლოო ჯამში სამწუხაროდ იმისთვის, რომ ეს ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ, აი ნატო სამიტებში და მსგავს პროექტებში, რომ საქართველოს წარმატებული იყო, კი არა, ინიციატორი იყოს და გამოიყენოს, იმიტომ რომ მე როცა ვსაუბრობ 1921 წელს, როცა ვსაუბრობ თუნდაც შევარდაძის მმართველობაზეც კი და თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობაზეც და მანამდეც რა თქმა უნდა ეროვნული ხელისუფლების პირველი ზოგადად გამსახურების მმართველობის დროს მაშინ პრობლემა რა იყო საქართველოს. რომ ეს გეოპოლიტიკური არქიტექტურა, რომელზედაც ჩვენ გვიწევდა ბრძოლა და დარწმუნება სხვების, რომ აი ესე უნდა იყოს და საქართველოს ეს როლი უნდა ქონდეს და კავკასიას ეს როლი უნდა ქონდეს, არ ქონდათ ინტერესი. ამერიკას იმდენად და ევროპულ ქვეყნებს რამდენადაც ეხლა უკვე არა, ნუ აი არ ვიცი, ზოგს არ ქონდა რაღაც ეტაპზე. და ეხლა გვაქვს ეს ისტორიული შანსი, რომ რისთვისაც იბრძოდნენ, არ ვიცი, ხა სოლომონ უდაშვილი და რო დავიწყოთ, ეხლა ვინც აძროვნებდა და საქართველოსთვის იბრძოდა აი თანამედროვე ეპოქაში შედარებით, ხო, ბოლო 2 საუკუნის მანძილზე ყველას ოცნება და მიზანი რა იყო, რომ საბოლოო ჯამში ევროპა და დასავლეთი აქტიურად ყოფილიყო ჩართულიყო ამ პროცესებში. მინდა მოვასწროთ შიდა პარტიულ საკითხებზე საუბარი. ჩვენ ხმაურიანი არის ხო ერთიანას მომაზრებაში მიმდინარე პროცესების განხილვა ყოველთვის და ასე ჩანს, რომ თინა ბოკუჩავა საქმიანობით მიხეილ სააკაშვილი იყო უკმაყოფილო და პარტიაში რაღაცა ტიპის უკმაყოფილობა არსებობდა მასთან დაკავშირებით, როგორც თავმჯდომარესთან დაკავშირებით, გაჩნდა იდეა რაც ახალი სახის პარტიისათვის ნანუკა ჟორჟოლიანის სახით, თუმცა თავმჯდომარეობის დიდი სურვილი აღარც მას აღარ აქვს. თავიდან ქონდა, ახლა აღარ აქვს ეს სურვილი. აი ახლა რა მდგომარეობა არის? არც ისე წავიდა და ეს აღარ მოდის და აი ცოტა ესე გამოიყურება ეს პროცესი, რომ რაღაც ახალ მოდელს ეძებ თითქოს რომ თავმჯდომარის პოზიციის პოლიტიკური წონა ჩაქრეს შედარებით. ხო, აიცით რა, ჯერ წესდება ითვალისწინებს იმას, რომ ხა ფერს ხონდა კითხვა, ხვალ მაგალითად უფლებამოსილების ვადა იდეაში ეწურებათ, მაგრამ წესდება ითვალისწინებს, რომ სანამ არ ჩატარდება ყრილობა, მანამდე ავტომატურ რეჟიმში აგრძელებენ ისინი უფლებამოსილების განხორციელებას, გულისხმობთ ამ ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს ჩვენ პარტიის შიგნით, ფორმატი ზუსტად რა იქნება ვერ გეტყვით, ამას პოლიცსაბჭო და ყრილობა მიღებს გაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს ერთ თვის მანძილზე ჩატარდება და ყრილობა თუ პოლიცსაბჭო? ხო, ორივე უნდა ჩატარდეს. და არ უნდა დიდი დაშორება იყოს ხა ჩატარებებს შორის, ამიტომ ახლა ამ ორივე მნიშვნელოვანი შეკრების ჩატარების შემდგომ უფრო გვეცოდება კონკრეტული ფორმატი, რომელთაც ასე ვთქვათ მართლობის ახალი რაღაც კონფიგურაცია იქნება ჩვენს პარტიაში, თუმცა თავმჯდომარე აუცილებლად იქნება, ხა ამას მე პირდაპირ ვიტყვი, ისე რაღაც წესდება გთხოვთ, რომ გასაგები რა წონა იქნება ამ თავმჯდომარეს, ხო? არ ვიცი, ნახოთ, მე მართლა ვერ გეტყვით, ანუ სანამ ბოლომდე ეს კონსტიტუციები არ მისულა, როგორც ვთქვათ, ერთი კვირის წინ და ორი კვირის წინ ვიკავებდი თავს, იმიტომ რომ მაშინაც ცალსახაიო რომ არაფერი კონფიგურაცია ზუსტად არ იყო ამ ზედაპირზე, ეხლა თავში ვიკავებდი, რომ ჯერ ზუსტად ნამდვილად ვერ გეტყვით
როგორ და რანაირად იქნება, თუმცა ნანუკა ჟოჟოლიანი ზოგადად რომ უნდა შემოერთდეს ჩვენ mums არის აბსოლუტურად პოზიტიური ჩვენთვის ყველასთვის მიგვაჩნდება მას აქვს ნამდვილად მენეჯერული უნარჩვევები, აქვს ძალიან დიდი ენერგია, სახალხოობა, რაც ამ პარტიას გამოადგება, რა ფორმატში აქვს თუ ეს უნარები, რაც თვითონ তো ამბობს რომ მე არ მაქვს ის უნარები, რაც თავმჯდომარეობის წარსაჭირო. ეს გულწრფელობა სხვა შორის უნდა ვაღიარო, დასაფასებელია ნამდვილად. ფაქტია რომ ადამიანს უნდა და თავმჯდომარეობა, ახლა ცხადად ჩანდა და მე დაინახა რაღაცა რეალობა, რომელშიც თავისთავად აღარ დაინახა. ხო, ანუ მე რატომ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ ნანუკამ თვითონ ძალიან კარგად უწყის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს საკუთარი იდეების და კარგი უნარჩვევების ჩვენი პარტიის სასარგებლოდ მათ შორის გამოყენება, ხო? ამიტომ თვითონ ამას საკუთარ ადგილს ნამდვილად ნახავს პარტიაში დარწმუნებული ვარ. ზუსტად ეხა სტატუსზე და ალბათ კონფიგურაციაზე შევთანხმდებით, მაგრამ ის რომ ნანუკა ჟოჟოლიანი შეუძლია ის საქმეები აკეთოს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა ის აირჩია, ასე ვთქვათ, კონკრეტულად, ხო, შესთავაზა მას არათუ ეხა როგორც ასეთი პარტიის თავმჯდომარეობა, არამედ საკუთარი იდეების, ენერგიის შემოტანა ჩვენს პოლიტიკურ ძალაში, ხო, მოდი ამ კუთხით შევხედოთ ამ საკითხს. და ეხა მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ გახდა ესეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც თუნდაც ციხეში ყოფნის დროს ვერ ხვდებოდეს თუ ვინ იქნება სასარგებლო პოლიტიკური პროცესისთვის. მას აქვს ნამდვილად ამის ალღო და ამის დასტური არის მისი მოღვაწეობაც მათ შორის, ხო? ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ნანუკას მაინც ნამდვილად ეხა რახან ის პანდამენტის თავმჯდომარე არ იქნება, იმას არ ნიშნავს, რომ ის იდეები, ის ენერგია და ის ხედვები, რაც მას ჰქონდა, არ იქნება გატარებული პარტიაში. გავიგო, ჯერ არ ჩამოყალიბებული ხარ საბოლოო ფორმატს, მაგრამ აი რა დისკუსია, რა სივრცეში არის ძირითადად, რა ფორმატებს განიხილავთ. თან ეს პარტია არის, რომელიც პრაქტიკულად პარტიზანულ ფორმატში მოუწევს ბრძოლა და რა არის ეს მართვის მოდელები, რის გარშემოც მიდის ჯელობა. მართვის მოდელი თავარი, რაზეც მიდის ჯელობა, არის ის, რომ ჩვენ გვინდა რომ ყველა ხელმძღვანელ თავმჯდომარეობაზე და რეგიონულ დონეზე და ეროვნულ დონეზეც მუდმივად გადაწყვეტილებას იღებდეს უშუალოდ ჩვენი ამორჩეველი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ ჩვენს პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს არჩევითობას, ეს საკითხი დღის ესრიგში დგას თვეებია, თუმცა ეხა უნდა გადავიდეთ უკვე აღსრულების ეტაპზე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თუნდაც იმისთვის, რომ აი ამ დისკუსიებს ბოლო მოიღოს ხოლმე და უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს ხოლმე პროცესი, უნდა არსებობდეს კონკრეტული მექანიზმი, რომელთაც გადაწყვეტილებები მიიღება. მათ შორის იქნება ეს ეროვნულ დონეზე ხელმძღვანელების არჩევა, რეგიონულ დონეზე ხელმძღვანელების არჩევა თუ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიიღება, როგორც არის თუნდაც აი ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით ხოლმე, ხო, აი ამ წარსულში რომ იგი მუნიციპალურ არჩევნებში მივიღოთ ამ მონაწილეობა, არ მივიღოთ. აქ რა თქმა უნდა ჩვენი ისედაც გქონდა კონტაქტი და ყველა რეგიონში ჩავედით და ყველა ჩვენს ასე ვთქვათ ლიდერს შევხვდით რეგიონალურს თუ ვისაც ჰქონდა სურვილი წევრებს ყოველ შემთხვევაში მათ შორის, ხო? მაგრამ აი ეს იქნება უფრო ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მეთოდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ეს აპლიკაციაზეც მათ შორის, ხო? რომელიც ფაქტობრივად მათ შორის კონსულტაციების გავლილია და გასაგებია რომ ფინანსურად ცოტა რთული პერიოდია ყველა ტურბულენცია, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც უნდა მოხერხდეს და მოხერხდება კონკრეტულად ამ საკითხის გადაწყვეტა. ეს არის თავარი ჩემი აზრით, იმიტომ რომ წესები სინამდვილეში და სტრუქტურა არის გადამწყვეტი და შედეგის მომტანი და არა კონკრეტული ადამიანები, თუნდაც რაც არ უნდა ძლიერი და კარგი ახალი სახეები იყოს თუნდაც პარტიაში ხოლმე, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს და ჩემი პირად დაკვირვებით ძირითადად კეთდება იმაზე, რომ წესების კუთხით როგორ უნდა იყოს უფრო მეტად სიტუაცია გამოსული. აქვე ვიტყოდი ხა ძალიან ბევრი ხან სამწუხაროდ მომისმენია იმის თქმა, რომ ის განხადება, რომ აი თურმე ჩვენ რაღაცა ვაჩვენებთ ყულა პირიქით, ნაცვალ მოძრაობა აჩვენებს იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი პოზიცია ქონდეს ნებისმიერ წევრს პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანსაც კი და სხვადასხვა ასე ვთქვათ პოზიციები ქონდეს სხვა წევრებს. ეს კარგი გახობს საბოლოო ჯამში. ისიც რა გახოთ კიდევ კარგი, რომ ამ თემებზე საუბარი მიდის, რომ პოლიტიკური ცხოვრება მიდის მიუხედავად ამდენი ტურბულენციისა და რაც საჭირო და მნიშვნელოვანია, ხო ისიც უნდა გაიხსენოს ხალხმა, რომ ასეთი კონკურენტულოვანი არჩევნები, როგორც ჩვენ პარტიაში თავმჯდომარეს ჩატარებულა, არ ჩატარებულა არასოდეს არც ერთ სხვა პარტიაში. ის რომ ეხლა დღეს სხვადასხვა ხედვებია, ის რომ შეიძლება დღეს სხვადასხვა კანდიდატები იყოს, ეს არის პოლიტიკური ცხოვრებისთვის საჭირო რაღაც. ცუდი კი არ გახლავთ და სისუსტე კი არ გახლავთ. პირიქით, სიძლიერე გახლავთ. ჩემთვის, როგორც ნაცვალმოძრაობის წევრისთვის, ეს არის ჩემი პარტიის სიძლიერე. მადლობა ძალიან დიდი. ირაკლი პავლენიშვილი იყო ჩვენთან ერთად, ერთიანობა ნაცვალმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლის დამშვიდობებით. ნატო სამიტზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომელიც ანაკლიაში კი არა და ანკარაში იქნება და ერთ დღეს ნატო სამიტი ანაკლიაში გამართული იყოს, მაგრამ და ამანკა ძალიან სხვა მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ კიდე ზელენსკი არის ჩასული და იგეგმება ძალიან მაღალი დონის შეხვედრები, რიტორიკის ცვლილება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ყველაზე დიდ სკეპტიკოსებშიც კი შეიმჩნევა, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი საუბრობდა გამოფიტულ რუსულ სამხედრო შესაძლებლობებზე და უკრაინის ძალიან წერტილოვანი დარტყმების შედეგად მიღწეულ დიდ
წარმატებებზე ამ კუთხით, თუმცა რუსეთი რა თქმა უნდა ხელს აბრუნებს უკან და აბრუნებს მძიმედ და სისხლიანად ბომბავს ქალაქებს, სამოქალაქო ობიექტებს, კორპუსებს, მოსახლეობას და ეს ომი უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და დასრულდეს ღირსეულად მათთვის, ვინც საკუთარი თავისუფლებისათვის იბრძოდა. მგონი ამ პოზიციისკენ მიდის ყველა საერთაშორისო ველზე ლევან ყურაშვილია ჩვენთან ერთად სამხედრო საკითხთა მიმოხილველი ცვლილების კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მოგესალმებით ლევან, მადლობა დიდი რომ ხართ ჩვენი სტუმარი. თავისთავად ამ ფონზე იმართება ანკარაში ნატოს სამიტი. თურქეთს სხვა შორის აი ამ უსაფრთხოების არქიტექტურის, მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი იქნება, იმიტომ რომ შავ ზღვაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ბუნებრივია, თავისთავად რა არის მთავარი განსახილველი საკითხები ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესო ნატოს ამ სამიტზე? სანამ ირაკლი, მადლობა მოწვევისთვის. სანამ მაგ საკითხზე გადავალ, ერთი რაც მინდა გითხრათ, რომ სოლიდარობა თქვენ ახს და მთელ კოლექტივს, იმიტომ რომ დღეს რომ მართლა რაღაცა ტალინიდან ან ვილნიუსიდან რუსი და ბელარუსი ბლოგერები YouTube-ზე არ ბლოგებს არ წერთ, ეს არის თქვენი არხის და კიდევ იმ ოპოზიციური არხების დიდი დამსახურება, რომელიც საქართველოში ამ პირობებში არის და მართლა გულწრფელი მადლობა ამისთვის და გისურვებთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს და გაეგრძელებინოთ ის საქმე, რაშიც წვლილი შეგაქვთ თქვენ, ეს არის ამ ქვეყნის მართლა გადარჩენა პირდაპირ, ესე სხვა ეს არის პათეტიკა, მართლა გადასარჩენია ეს ქვეყანა და ამაში თქვენი წვლილი ძალიან დიდია. ურბესი მადლობა. რაც შეეხება თქვენ წეგან ახსენეთ ანაკლიაში მედია გაიმართებაო და გისმინეთ მონოლოგი, როცა რაც გეთანხმებით აბსოლუტურად ყველა სიტყვაში გეთანხმებით, უბრალოდ თქვენ თუ რაღაცებს იძახდით რა, ეს ერთულად არ არის საქმე საქართველოში. სინამდვილეში ბევრად მარტივი რაღაცა არის. თბილისიდან ალბათ გიწევთ გასვლა დასავლეთის მიმართულებით. თბილისი მოლის როგორც კი გაცდებით, ერთი ღრმულია კახაკალაძის სახელობის, რომელიც არის 6 წელია. და ეს ღრმული რო ვერ ამოაქვს, ის მთავრობა აშენებს პორტს, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე ღრმაწყლოვანი შავ ზღვაზე, ხო? და ხალხი, რომელიც 15 წელია აშენებს თბილისიდან რუსთავისკენ მიმავალ 4-ზოლიან გზას, რომელიც ალბათ 10 კილომეტრი არის ასაშენებელი და 15 წელია ვერ დაამთავრეს და 20 წელია ვაშენებთ ავტობანს. 20 წელი მთელი ორი თაობა შეიცვალა ამ 20 წლის განმავლობაში და თბილისიდან ბათუმამდე 2-ზოლიანი გზით ვერ ჩავდივართ. ხედავთ, ამ ქვეყანაზეა საუბარი და ამ ხელისუფლებაზეა საუბარი. ეს ჩვეულებრივი ანუ პიარის ამბავი, მეტი აქ არაფერი არ მოხდება. როგორც თუშეთში, უბრალოდ ხევსურეთიდან თუშეთსკენ მიმავალი გზა დაანონსეს დაახლოებით 8 წლის წინ და თქვენს რომ 200 მილიონს ჩადებდნენ ამ გზის აშენებაში, რაც სასაცილო თანხაა იმ მასშტაბის პროექტისთვის, რაც იქ უნდა განხორციელებული იყო. მსგავსი ტიპის ბოდვა და უბრალოდ პიარული პროექტია და როგორც რამდენიმე დღის წინ კობახიძემ რო თქვა რომ თურმე 1.7 მილიარდ ჩადებენ კინგზის განვითარებაში 10 წლის განმავლობაში, წელიწადში 170 მილიონად უნდათ თანამედროვე ტიპის რკინიგზის შექმნა. ანუ ჩვეულებრივი ზღაპრებია, არაფერი ამას რეალობასთან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად, თუ ესენი იქნებიან ანაკლიაში ნატო სამიტი კი არა, როგორც ახლა ყიყინებენ ბაყაყები და ის რამდენიმე შენობა რაც იქ იყო და რამდენიმე სასტუმრო დღეს გავერანებულია და გაპარტახებულია და ხიდი, რომელზეც გადადიხარ, არ იცი როდის ჩატყდება და ჩავარდები, იმიტომ რომ ამოყრილია იქ ხის ეგრეთ წოდებული ფილები, ხო? აი ეს იქნება ანაკლის საქმე კიდევ ძალიან ბევრი წელი. ახლა რაც შეეხება ნატო სამიტს და რა არის ჩვენთვის ამ სამიტზე მნიშვნელოვანი. პირველი ის არის რომ საქართველოს არცად არ ჩანს სამწუხაროდ და უკვე დიდი ხანია ეს ხდება და ეს ხდება აბსოლუტურად გამიზნულად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ეს ბიზნეს გუშინ და გუშინ წინ კი არ უთქვია კაცო. 2012 წელს გვითხრა რომ საქართველოს უნდა იყოს პატარა სოფელი, რომელიც არ უნდა ჩაერიოს ამ დიდ ამბებში, იმიტომ რომ საქართველოს საქმე ეს არ არის. და აქეთკენ მიყავდა მთელი ეს 14 თუ უკვე ლამის 15 წელი საქმე, ხო, რომ ასეთ ქვეყანად ქცეულიყავით და საბოლოოდ მიზანს მიაღწია. სამწუხაროდ ამ წუთას ჩვენ გლობალურ პოლიტიკაში ვითვლებით რაღაცა ორღობის ბოლოდ და ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით და მისი სურვილით ხდება. თუმცა კარგი რა ხდება ამ სიტუაციაში თქვენ ახსენეთ ტრამპის შეცვლილი რიტორიკა და ტრამპის ადმინისტრაციის ფრონტის ხაზი, რომელიც განსაზღვრავს ბევრ ამას ახლა, ხო? კი, რატო შეიცვალა ეს რიტორიკა, ეს ხო უბრალოდ ესე არ ხდება რაღაცა ზელენსკი ხوار შეყვარებია ჯეიდი ვენს გუშინ. ყველას უყვარს გამარჯვებულის გვერდზე დგომა და ყველას უყვარს წარმატებაში მონაწილეობა.
შესაბამისად, როცა ხედავენ სიტუაციას, როცა რუსეთი ყოველდღე იწვის, როცა ეგრეთ წოდებული ბენზონ-კალონკად ითვლებოდა ქვეყანა დღეს ბენზინზე რიგებია კილომეტრიანები და ხალხი 24 საათი არის რიგში იმისთვის რომ 20 და 30 ლიტრი საწვავი ჩაასხას მანქანაში, როცა ხედავენ რომ ყოველდღე იბომბება რუსეთის ტერიტორია, როცა ხედავ რომ მოსკოვის NP-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, როცა მაგალითად გუშინ ხედავ რომ ამ მოსკოვი დავიცვათ ამ პრინციპით რომ მოხიკეს ეს მთელი აი საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და მოსკოვის ირგვლივ განალაგეს, ამიტომ 2500 კილომეტრში დაიბომბა ომსკის ქარხანა, ანუ წარმოიდგინეთ 2500 კილომეტრი იფრინა დრონებმა იმისთვის რომ ომსკის ქარხანისთვის დაერტყა და გზაში არ აღმოჩნდა არანაირი საშუალება რომ ეს დრონები ჩამოეგდოთ, ხო? ეს რატო ხდება? ხდება იმიტომ რომ პუტინის ერთადერთი მიზანი ახლა რა არის? რომ ფიზიკურად გადარჩეს, ცოცხალი იყოს და ანუ ფეხებით გამოიტანონ კაბინეტიდან, ხვდებით? ანუ კუბოთი გამოასვენონ, თავისით კი არ გამოვიდეს, რაღაცა მაგის ილუზია არავის არ აქვს, ხო? ანუ იქ იყოს სიცოცხლის ბოლომდე იმ კაბინეტში. ამას ემსახურება აბსოლუტურად ყველა მიზანი, ხო? ოღონდ ამ ამბავშიც უკვე არარაციონალური არის. ყველაზე კაი შანსი პუტინს ამ ომის დასრულების მისთვის ასე თუ ისე კარგი შედეგებით, ხო? ქონდა შარშან. როცა დიდი ზეწოლა იყო უკრაინაზე, როცა თავაზობდნენ მას, რომ მოხსნიდნენ სანქციებს, ფაქტიურად დააბრუნებდნენ, ხო, გლობალურ პოლიტიკაშიც, გლობალურ ეკონომიკაშიც, ოღონდ უბრალოდ ცეცხლი უნდა შეეწყვეტა, მეტი არაფერი მოეთხოვოდა, მათ შორის არც ერთი ტერიტორიიდან მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლაც კი არ მოეთხოვებოდა. ეს დისპოზიცია მას ამ ხრივ სანატრელი აქვს, იმიტომ რომ ეგ დამოკიდებულება მის მიმართ დღეს აღარ არსებობს. არა, არ არსებობს, იმიტომ რომ უკრაინა ფრონტის ხაზზე აჩვენა რომ პუტინი რასაც ბაქიბუქობს, იმის ნახევრის გაკეთებაც არ შეუძლია. ხალხი რომელიც ანკორიჯის სულისკვეთებაზე რო ლაპარაკობენ, ხო თვითონვე აღიარებენ რომ სულისკვეთება საერთოდ აღარსად აღარ არის. არც ყოფილა თავის დროზე იქ უბრალოდ მე პუტინმაც აღიარა და მარკო რუბიომაც თქვა რომ იქ უბრალოდ რაღაც განიხილავდნენ სხვადასხვა წინადადებებს, თუმცა არანაირი გადაწყვეტილება იქ არ მიიღებულა და ვერც მიიღებოდა უკრაინის გარეშე. უკრაინის და ევროპის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ამ ომში რამე შეიცვალოს და მათ შორის ახლა როცა არის საუბარი რომ შეიძლება ცეცხლი შეწყდეს და მშვიდობის რაღაც ფორმას მივაღწიოთ, ამასაც სკეპტიკურად უყურებ როგორც შარშან უყურებდი ისევე ახლა და ეს ამის მიზეზი ის არის რომ უკრაინას არ უნდა ან ვინმეს არ უნდა ევროპაში. მიზეზი არის ის რომ პუტინი არარაციონალურია. შარშანდელ გაცილებით უკეთეს პირობებს არ დათანხმდა და ახლა მით უმეტეს როცა თავის ქვეყანაში უკვე პოლიტიკური პრობლემები აქვს, ხო? აშკარა ჩანს რომ ისეთი ხალხი იღებს ხმას და ისეთი ხალხი, აი ვიღაცა ვიქტორია ბონია, რომელიც არავინ არ არის, ხო? რომელიც უბრალოდ რაღაცა თან პუტინს ებოდიშება და თან რაღაცა ოდნავ კრიტიკულს ამბობს, როცა 17-20 მილიონი ნახვას აგროვებს უბრალოდ ერთ რამდენიმე წუთიანი ვიდეოთი. ეგ ნიშნავს რომ პუტინის მმართველობა და ეს ომი ყველას ყელში აქვს ამოსული. ყველას უნდა ამისგან დასვენება და ეს ამას პუტინის კარგად გრძნობს მიუხედავად იმისა, რომ იზოლაციაშია, ხო? მარტო თავის გარემოცვას ხედავს, მაგრამ აი ამის დანახვა არ არის რთული და მე ძალიან მეშ გრეფი ჰერმან გრეფის განცხადება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ბანკის პრეზიდენტი ახლა, გრეფი იყო პუტინის 2000-იანი წლების, ნულოვანი წლების, როგორც უყვართ უცეს თქვა, ნულოვანი პერიოდის აცლეულის პერიოდში ეკონომიკური არქიტექტორი ერთ-ერთი მთავარი გრეფი და კუდრინი. და განცხადება რომ უწოდა პუტინს რომ დაასრულებო დროზე. ეს ძალიან დიდი რაღაცა არის, როცა ამ ტიპის ფიგურა ამ პოზიციაზე მყოფი საჯაროდ მიმართავს მეთაურს ბელაც რომ დაასრულე ომი. ეგ დიდ რამეს მიუთითებს ძალიან. ხადი ეგ ნიშნავს იმას რომ ეს იმას კი არ ნიშნავს რაღაცა დღეს უცებ რაღაცა სითამამე შეემატა გრეფს. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე რომ იმდენად სასოწარკვეთილი სიტუაციაა რუსეთში თვითონ მათ შორის იმ პირველ რიგში ეგრეთ წოდებულ მაღალ ეშელონებში. იმიტომ რომ ყველაზე მეტი მათ აქვს დასაკარგი, ხო ისინი ვერ ხედავენ აქედან გამოსავალს. იმდენად სასოწარკვეთილი სიტუაციაა რომ უკვე იძულებული არიან მსგავს ნაბიჯებზეც კი წავიდნენ და ესე საჯარო მოწოდებებიც კი გააკეთონ მათ შორის პუტინის მიმართ, ხო? იმიტომ რომ ეს ომი ვისაც უნდა რუსეთში არის მხოლოდ ერთი კაცი. სხვას ეს ომი არ უნდა არავის, ну შეიძლება პატრუშევს უნდოდეს კიდე არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი სხვა შორის პატრუშევს ახლა რა შეიძლება უნდოდეს, ხო? ერთადერთი კაცი ვისაც ეს ომი უნდა და ეს ომი სჭირდება იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს არის პუტინი. სხვა ეს ომი არავის არ უნდა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი თუ პუტინი კონზე არ მოვა და რაციონალურობას არ დაუბრუნდება და მე ამის იმედი სიმართლე რო გითხრათ არ მაქვს, არ ჩაშა მქონია და არც ამ ომის დაწყების დროს მქონია, იმიტომ რომ სიგიჟე იყო საერთოდ ამ ომის დაწყება პუტინის მხრიდან, რატო ქონდა იმედი რომ უკრაინას რაღაცა ერთ ხელის მოსმით დაიკავებდა არ ვიცი. არ მაქვს რაციონალურობის იმედი. ამიტომ ერთადერთი შანსი ამ ომის დასრულების არის ის რომ პუტინი აღარ იყოს ძალაუფლებული
გაუფლებაში და ამას რაც უფრო მეტი ხალხი გააცნობიერებს რუსეთში, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ ეს ომი დასრულდეს. ოღონდ მე აქ არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ეგრეთ წოდებულ გლუბინი ნაროდს, რასაც პუტინი თვითონ ეძახის, ხო? იმ ხალხს არ გულისხმობ, ისინი პუტინს ვერ შეცვლიან. პუტინს ამ წუთას ვინ შეცვლის არის ზუსტად აი ეს გრეფისნაირი ხალხი, რომელსაც რეალურად აქვს ეკონომიკური ბერკეტები, მათ შორის შეუძლიათ პოლიტიკურად სიტუაციის მომწიფება ამისთვის. მოკლედ, ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ვინმე უცნობი პოლკოვნიკი, რომელიც იტყვის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და მხოლოდ პუტინის დასრულება შეიძლება. ძალიან ისეთი ადრეული ნიშანი ვნახეთ, ხო, თავის დროზე სრულდება მოსკოვისაკენ, ხო, რომელიც რატომაც გამოგვივარდა თავიდან იმდენად უცნაური მოვლენა იყო, მაგრამ ეგ 1917 წელს სხვა კი არაფერი არ მოხდა რა რუსეთში. ურის რიგის გამო მოხდა. ეგ რევოლუცია რუსეთში ეგეთ დროს იწყება, გავიგე ზოგი ვარდება, ზოგი საბოლოოდ შედგა, მაგრამ ეგეთ დროს საომარი წარუმატებლობების დროს დემობილიზებული ჯარისკაცები იქცევენ ეგრე, ამხობენ მერე მეფეს და ეგ გამოცდილება ჩვენ თუ გვესმის აქ თბილისში შეგვიძლია შევდოს გამძირზე მოსკოვში ყველაზე კარგად და პუტინს ყველაზე კარგად ესმის ალბათ. ხო, ოღონდ აქ როგორ არის, ეგ ჯაჭვი არის. რაც უფრო მეტად გესმის ეგ, მით უფრო მეტ არასწორ ნაბიჯს დგამ, მით უფრო მეტ იზოლაციისკენ მიდიხარ, მით უფრო არაადეკვატური ხდება ეს ხო კლასიკური ქცევა არის ნებისმიერი ავტორიტარის და ნებისმიერი დიქტატორის. ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს და შესაბამისად, ანუ რას ვამბობ, ეს შეიძლება ხა მე და თქვენ რაზეც ვლაპარაკობ, ეს შეიძლება არ მოხდეს კიდევ 2 წელი, მაგრამ შეიძლება მოხდეს ხვალვე. უბრალოდ როცა ეს მოხდება, ეს არ იქნება რაღაც ნელ-ნელა რაღაცების პობა ან რაღაცების ცვლილება, ხო? ეს იქნება მომენტალური. დღეს შეიძლება დავიძინოთ, ხვალ გავიღვიძოთ და აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიქნეთ. თუმცა კიდევ ერთხელ ეს შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში და შეიძლება ამას დაჭირდეს 2 წელი, მაგრამ სიტუაცია ისე მომწიფებული, რომ სხვა გამოსავალი, სხვა რეალობა, ანუ სხვა სიტუაცია თითქმის შეუძლებელია რომ მოხდეს. ანუ ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის, რავი, ყველა ადამიანები ვართ და მაშინ ბუნებრივი სიკვდილი უნდა დადგეს, არ არის ახალგაზრდა ადამიანი. ხო, და შეიძლება ბუნებრივი სიკვდილი დადგეს თუ არა და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჩანს ამ ომიდან. და საბოლოოდ უკრაინის გამძლეობაზე როცა ვლაპარაკობ, ჩვენ უკრაინას სჭირდება სხვა ტიპის რაკეტები, ასევე გუშინ საუბრობდა ზელენსკი, რომ დრონების მოგერება მარტივად რა ახერხებს უკრაინა და რაკეტების მოგერებას ვერ ახერხებს. ამ ხრივ რა მომენტუმი დგა საერთმიდა ტექნიკური ბალანსის თვალსაზრისით? მოკლედ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რას მიაღწია უკრაინამ, ხო, ეს ბოლო პერიოდია, როცა ვსაუბრობთ რუსეთში მასობრივ დარტყმებზე, იგივე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ეს რაღაც უცებციდან კი არ ჩამოვარდინა. ეს არის დაახლოებით წელიწადნახევრის 2 წლის წინ დაწყებული პროცესი, როცა ევროპელებმა იმ ხალხმა, ვინც უკრაინას ეხმარება, გააცნობიერეს, რომ საუკეთესო გზა, ყველაზე ეფექტური გზა იქნება, რომ უკრაინას მისცენ საშუალება, ფინანსური საშუალება პირველ რიგში და ტექნოლოგიურად რის დახმარება შეუძლია, რომ უკრაინამ თავად აწარმოოს ის, რისი წარმოებაც მას გაცილებით ეფექტურად, გაცილებით სწრაფად და გაცილებით იაფად შეუძლია. ასეთი გადაწყვეტილება არის ახლა მისაღები ეგრეთ წოდებულ ანტირაკეტებზე, ანუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებზე. ეს გადაწყვეტილება წელიწადნახევრის წინ რომ მიღებულიყო, როგორც დაუშვათ იგივე დრონების წარმოებაზე მიიღეს. ახლა სხვა რეალობა იქნებოდა. უბრალოდ ახლა არის ეს გადაწყვეტილება მისაღები, მათ შორის ითხოვენ უკრაინელები, რომ ლიცენზირებულად მიეცეს პატრიოტის რაკეტების წარმოების უფლება. ეს მოგვარებს პრობლემას, ეს არ მოგვარებს, რა თქმა უნდა, ერთ თვეში, 2 თვეში, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარდება დაუშვათ 1 წლის განმავლობაში. იმიტომ რომ სხვანაირად პუტინს ახლა ერთადერთი რა დარჩენა ჰიტლერივით, ეგრეთ წოდებულ შურისძიების იარაღად გამოიყენოს ეს რაღაცა ისკანდერები და ცირკონები და ამ შემდეგ. ხო, სხვა ფრონტზე ვერაფერს ვერ აკეთებს, ერთადერთი მსოფლიოს რაც შეუძლია აჩვენოს თქვას რომ ის არის გაცილებით დიდი არამზადა ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ და ამით ვინმე აიძულოს დათანხმდეს მის პირობებზე მშვიდობას. ეს ვერ მოხდება, მაგრამ ბევრ ადამიანს შეიწირავს. ამიტომ საჭიროა დახმარება. მადლობა ძალიან დიდი ლევან ყურაშვილი, სამხედრო საკითხთა მიმოხილველი, ცვლილების კოალიციიდან იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, სულ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, ვისაუბრებთ არაკლიის სპორტთან დაკავშირებით უკვე ეკონომიკური თვალსაზრისით, ზოგადად ეკონომიკურ ვითარებაზე და ასევე განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიდის და მათ შორის მათ მიმდინარეობაზე დარჩით ფორმულას.